მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. დღევანდელ ვლოგს ვიწყებ უგემრიელესი ფუნთუშების მომზადებით. ეს არის სინაბონების მაგვარი ფუნთუშები მოხარშული კრემით. ვიწყებთ ცომის მომზადებით, ავიღეთ თბილი რძე, ინფობოქსში დავდებ აუცილებლად ზუსტ პროპორციებს, დავუმატე 2 კვერცხი, საფუარი, ასევე გამდნარი კარაქი, ვანილი და ფქვილი. ფქვილი დავუმატე 750 გრამი, ცომი არ უნდა იყოს მკვრივი, უნდა იყოს რბილი და უნდა იკრავდეს ხელზე. შემდეგ დავდე 1 საათით თბილ ადგილას და 1 საათის შემდეგ მივეცი ფორმა და გამოვაცხე. სანამ ცომი ისვენებს მოვხარშოთ კრემი, ავიღე 2 კვერცხი, დავუმატე შაქარი, ამის პროპორციებსაც დავდებ ინფობოქსში, შემდეგ დავუმატე 3 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი და 9 ლიტრა რძე. კარგად ამოვურიე, დავდგი დაბალ ცეცხლზე და ვურიე მანამ, სანამ არ შესქელდა. შესქელების შემდეგ დავუმატე 50-70 გრამი კარაქი, კარგად ამოვურიე, რომ კარაქი კარგად გახსნილიყო, შემდეგ ზემოდან დავაფარე პარკი საკვები და გავიტანე გარეთ, რომ გაციებულიყო და შეგრილებულიყო. ეს ფაფა ზუსტად ყოფნის ჩემს ცომს და მოკლედ ზუსტად ყოფნის იმ ცომს, რომელიც მოვამზადეთ. გავიდა 1 საათიც და ცომაც კარგად დაისვენა. გავყავი 2 ტოლ ნაწილად, გავაბრტყელე, ზემოდან წავუსვი 9 ჩვენი წინასწარ მომზადებული ფაფა და გადავახვიე. შემდეგ დავჭერი ტოლ ნაწილებად და გადავიტანე გამოსაცხობ ფორმაზე. შეგიძლიათ დაჭრათ ძაფის მეშვეობით, მე კარგი ბასრიდან მაქვს, ამიტომ დანით გავჭერი. გაბრტყელების დროს არ ვხმარობ ფქვილს, ვაბრტყელებ ზეთზე, რომ არ გამკვრივდეს და არ გამაგრდეს ცომი. შემდეგ ჩვენი მომზადებული ფუნთუშებიც უნდა დავასვენოთ 9 საათით და ვაწყობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 10-15 წუთით. დააკვირდით თქვენს ღუმელს, რომ შეწითლდება, უკვე მზად არის. შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით. დღეს ვაპირებ ქოჩას ოთახის დალაგებას. ისეთ დღეში აქაურობა, რომ რა ვიცი. გაზეთები და წიგნები კი დაუდია, თითქოს დაგეკითხულობდეს.
ასევე მინდა რომ დღეს ავიღო საშობაო დეკორაცია და ნაძვის ხეც. ერთი მხოლოდ ნაძვის ხე დგას მშვენივრად აქ. დანარჩენი აყრილია დაბლა ლეგოს სათამაშოები. მოკლედ ძალიან აყრილი აქაურობა და დღეს ვაპირებ კარგად დალაგებას. ასევე მინდა რომ მანათობლები მოვხსნა და კარადების დალაგებასაც ვაპირებ. ეს კარადებიც აყრილია, ასევე აქეთ ეს გოჩას ქურთუკები დევს, რადგან მეორე მხარეს არ არის ქურთუკების ადგილი. აი ასე პატარა ადგილია ქურთუკებისთვის, დაბლაც დუბლიონკა დევს გოჩასი. აქ დაბლა დევს რბილი სათამაშოები და ტანსაცმელი, რომელიც შეყრილია. ეს ბოლო პერიოდი თვითონ ეძებს რა ჩაიცვას, ამიტომ ასეთ მდგომარეობაში ახლა ვაპირებ ყველაფრის კარგად დალაგებას და საშობაო დეკორაციას ავიღებ დღეს ბავშვების ოთახებში, ნიცა აიღებს თავის ოთახში თვითონ დაშლის ნაძვის ხეს და ამ კარადიდან აიღებს ყველაფერს. ამჯერად გოჩა არ არის სახლში, სკოლაშია, ხოლო ნიცას გაკვეთილები გაუცდა და ადრე მოვიდა დღეს სახლში, ამიტომ მეხმარება და თავის ოთახში თვითონ დაშლის ნაძვის ხეს. პატარა ბავშვებს, უпростоრად მეოთხე კლასამდე დაწყებით სკოლებში, რომც გაუცდეთ გაკვეთილი, ბავშვებს სახლში არ გამოუშვებენ და იქნებიან 4:30-დან 4 საათამდე სკოლაში. ეს უკვე მშობელზეა დამოკიდებული. გოჩა 4:30-დან უკვე მოდის სახლში, ხან თამაშობს სხვა ბავშვებთან ერთად და 4 საათზე მოდის. ხოლო დიდ ბავშვებს თუ გაკვეთილი უცდებათ, ჩვეულებრივ უშვებენ სახლში. რადგან 10 წლის მაღლა ბავშვი უკვე ითვლება დამოუკიდებლად, აქვს უფლება რომ სახლში მარტო დარჩეს რამოდენიმე საათით და ასევე აუცილებელია რომ ბავშვს თან ჰქონდეს გასაღები, რომ სახლში შევიდეს ნებისმიერ დროს. ხოლო დაწყებით სკოლებში მშობლები, რომლებიც მუშაობენ, აქვთ უფლება ბავშვი დატოვონ 7 საათამდე. დავუბრუნდეთ ჩვენს დალაგებას, ასე უბრალოდ მუყაოს კარტონზე ვაკეთებ მანათობლებს, ზემოდან ვახვევ, რომ შემდეგ არ აიბრლანდოს და თითქმის ყველა მანათობელი ასე მაქვს გადახვეული მუყაოს კარტონზე. ახლა ხედავთ კადრში, ასე უფრო მოსახერხებელია, არ იბლანდება ერთმანეთში და უფრო ადვილი შესანახია. ფარდა წავიღე გასარეცხად, ვიფიქრე რომ შემდეგ სველს დავკიდებთქო და ბოლოს გადავიფიქრე იგივე ფარდის დაკიდება, მოვიტანე ლურჯი ფერის გრძელი თხელი ფარდები და ის დავკიდე. პირველ რიგში ვიღებ დეკორაციას, ჯერ ვწმენდა მტვრისგან და ისე ვაწყობ ყუთში და შემდეგ გამაქვს ჩავიტანე ყველაფერი სარდაფში და შემდეგ დავუბრუნდი აქაურობის დალაგებას. გადავყარე ასევე რაღაცეები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ გოჩას არ ახსოვს, რომ აქვს, ასევე ეს გაზეთები და ჟურნალები, რომელსაც არც კი კითხულობს, უბრალოდ გადაშლის, გადაფურცლის და შემდეგ დებს და ასე აგროვებს. მოკლედ ტყუილად მომაქვს ხოლმე აფთიაქებიდან და მაღაზიებიდან მისთვის, ნიცა კიდე კითხულობს, კიდევ კარგი, ხოლო გოჩას საერთოდ არ აინტერესებს, ამიტომ ყველაფერი გადავყარე. რაც შეეხება კარადების დალაგებას, ამ კამოდში დევს ზაფხულის ტანსაცმელი, როგორც ჩანს არ იცოდა და ეძებდა შიგ ალბათ შარვლებს და სვიტრებს, ამიტომ უბრალოდ აყრილი იყო, ზემოდანვე გავასწორე ყველაფერი და შემდეგ დავიწყე დიდი კარადის დალაგება. She galvanized me, steady like steel, back on my feet, living for the thrill again, loving for another day. She satisfied me, gave me what I wanted.
I was a lonely silhouette, needed somebody to show the way. Yeah, I was a heartbeat with no sound till you came around. Yeah, you showed me colors, light in the darkness. You were the only thing I needed. Then we got older, but we stayed the same. Swear that we never lost the flame. Nostalgia, you're an echo in my head. Oh, nostalgia, like a symphony of our memories. Oh, nostalgia, don't you ever slip away. Oh, nostalgia, like a symphony of our memories. Oh, like a symphony of our memories. Oh, what if the years turn into gold? The longer we live, yeah, the more we grow. We could be 100 miles apart, but it's never far. Yeah, you show me colors, light in the darkness. You were the only thing I needed. Then we got older, but we stayed the same. Swear that we never lost the flame. No, nostalgia, you're an echo in my head. Oh, nostalgia. გავედი როგორც იქნა ბოლოში, დაცარიელ და ქოჩას ოთახი ამ დღეებში ამოვიტან სხვა დეკორაციას და გავაფორმებ ოთახს, ხოლო დღეს ასეთ ავტოვებ, ასევე კადრს მიღმა დავალაგე ეს სათამაშოები და გადავიდეთ ნიცას ოთახში. ესე იგი, ჩემ ამზემ რომ ამან რამე გააკეთა, მხოლოდ ნაძვის ხედა უშლია, დანარჩენი არ ვიცოდი სად ჩამედო. დგას კადრს მიღმას, ცხვენია და არ გამოდის, ძლივს შემოვიდა, არა ვარ ლამაზი დღეს და არ გამოვჩნდებიო, მოკლედ როგორც იქნა მოვიდა, აიღო ეს რაღაცეები და ჩადო ყუთში. ისე ჩემი ბრალია, ყუთი შემოსასვლელში დავდე და დამავიწყდა, რომ მე თქვენ იცასთვის რომ ყველაფერი იმ ყუთში ჩაედო, ახლა მოვიდა, აგროვებს ყველაფერს და ჩადებს ყუთში. ოდნავ მივალაგე, გავწმინდე რაფა და მაღლა კარადები ზემოთ, სადაც ნიცა ვერ წვდება. და შემდეგ გამოვედი, რადგან სცხვენოდა კამერაში გამოჩენა და დანარჩენს უკვე თვითონ დაალაგებს. Don't you ever slip away. Oh, nostalgia, like a symphony of our memories. Oh, like a symphony of our memories. Oh, like a symphony of our memories. Oh, nostalgia, don't you ever slip away. Oh, nostalgia, like a symphony of our memories. Oh, უკვე სადილის დროც მოვიდა, მოვამზადოთ ერთად სადილი, დილიდან გამოვიღე საყინულიდან ფარში, 9 კილო, ფიქრობდი, რომ მომემზადებინა კატლეტი გარნირთან ერთად და ბოლოს გადავწყვიტე, რომ კატლეტი და გარნირი გამეერთიანებინა. აქ მაქვს დაჭრილი ბულგარული წიწაკა სხვადასხვა ფერის, მოვთუშავ ხახვთან ერთად და ასევე სტაფილოსაც დავუმატებ. სანამ ეს ყველაფერი ითუშება, ჩავხეხავ რამოდენიმე კარტოფილს, დავუმატებ ფარშს, შემდეგ დავუმატებ ასევე ჩვენს წინასწარ შებრაწყულ ბოსტნეულს, ყველაფერს კარგად ავურევ ერთმანეთში, დავუმატებ
მარილს და წიწაკას გემოვნებით და გამოვაცხობ ღუმელში. ასეთ სადილს ხშირად ვამზადებ იმით, რაც მაქვს მაცივარში და ყოველთვის განსხვავებული და უგემრიელესი გამოდის. კარტოფილის მაგივრად შეგიძლიათ ყვავილოვანი კომპოსტო ან ბროკოლი დაამატოთ და კარტოფილის მაგივრად ასევე შესაძლებელია წვრილად დაჭრილი კომპოსტოს დამატება, ასევე ტომატის ან პამიდორის და გამოვა როგორც ტოლმის მაგვარი. მოკლედ, გემოვნების მიხედვით, რაც კი მაცივარში გვაქვს მორჩენილი, ვამატებ ყველაფერს და ვაცხობ ღუმელში. ასევე აუცილებელია 1 კვერცხის დამატება, რომ არ დაიშალოს. ასევე სასურველია პურის დამატებაც დალვობილ რძეში, ადრე ყოველთვის მეგონა, რომ არ იქნებოდა გემრიელი რძე და ხორცი ერთად, ერთხელ ვცადე, მას შემდეგ მხოლოდ ასე ვაკეთებ რძეში, ვალბობ პურს და შემდეგ ვუშვები. დღეს პური არ დამემატებია, დავუმატე სუხარი, ორცხობილები, ოღონდ დაბქვილი ორცხობილა და ასევე ცალკე დავამატე რძე, რადგან იყო გამომშრალი. თუ არ გინდათ რძის დამატება, შეგიძლიათ წყალში დაალბოთ პური, ან და შემდეგ ორცხობილასთან ერთად უბრალოდ წყალი დაამატოთ. მივეცი შემდეგ ფორმა, გადავიტანე გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხე 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით. სურვილის მიხედვით ასევე შეგიძლიათ კოვზით ფორმა მისცეთ, როგორც მე, გამოვაცხე ზუსტად 30 წუთი, როგორც ყოველთვის უგემრიელესი გამოვიდა და განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ ეს სადილი და სიამოვნებით მიირთმევენ. ასევე დავუდე გვერდზე სალათა კომპოსტოსი, რომელიც სულ ახლახანს მოვამზადე. ვინც ახლა ჩვენთან ერთად მიირთმევს, გემრიელად მიირთმით. ახლა მინდა რომ აკვარიუმი გავწმინდო, ეს დიდი ქვები და ეს ფიგურები იყო უკვე აკვარიუმში, წეღან ამოვიღე და აქ ფილტრი თვითონ ფილტრავს, თითქმის მთლიანად გაასუფთავა უკვე, სადღაც 1 საათის უკან ამოვიღე და დარჩა მხოლოდ ეს რაღაც პატარა ქვიშასავით. დანარჩენი წყალი მთლიანად გაიწმინდა. ახლა მინდა რომ ეს ქვები გავხეხო კარგად და შემდეგ ჩავდებ. კიდევ მინდა რომ ეს პატარა ქვებიც დავუმატო. ჩვენს თევზებს გუშინ შეეძინათ პატარა თევზები და სამწუხაროდ მხოლოდ ერთის გადარჩენა შევძელით. აი აქ ჩავსვი ჯერჯერობით.
აღარ ჩანს. აი, პაწაწუნა თევზ უკა და ამ თევზსაც ჩავუდა დიდი ქვები, რომ არ შეეშინდეს და შეძლოს დამალვა, რადგან პატარაა, ეშინია და სულ იმალება. რამოდენიმე დღეში ცოტა რომ წამოიზრდება, მერე ჩავდებ ამ თევზებთან ერთად. ზემოდან გამოვიცვალე სათანადოდ მოკლე მკლავაზე და ჩავიცვი, რადგან ვაპირებ აკვარიუმის გაწმენდას, ასე ვწმენდავ უბრალო ღრუბლით, შემდეგ ცოტა ხანი ვაცდი, რომ რაც კი ჭუჭყი ამოვა, ფილტრმა აიღოს და გაიფილტროს წყალი. შემდეგ ამოვიღებ 3 ლიტრა წყალს, გადავღური, დავუმატებ სპეციალურ ხსნარებს, რომ კარგად გაიწმინდოს წყალი თავისით და ასევე წყალს მიეცეს სიმლაშე, რომ შემდეგ ახალ წყალს კრანიდან რომ დავამატებ, მოკლედ თევზებისთვის არ იყოს სტრესი. შემდეგ გავწმენდავ ქვებს და ჩავუწყობ. ახლა მოგიყვებით ჩვენი თევზების ამბებს. როცა გვაჩუქეს, როგორც იცით, ნიცას დაბადების დღეზე მამი დამაჩუქა, თევზებს აქვთ თავიანთი საბუთები, სადაც ეწერა, რომ ორივე არის ბიჭი თევზი. თვითონ მამიდაც ნერვიულობდა, რადგან არ შეუმჩნევია ეს საბუთი და არ იცოდა, რომ ორივე ბიჭი იყო. მოკლედ ვიფიქრეთ, რომ შემდეგ გოგონებს ვიყიდით და დავამატებდით. რამოდენიმე კვირის უკან შევამჩნიე, რომ თევზს გაეზარდა მუცელი ყვითელ თევზს და ვამბობდი, რომ ეს თევზი არის ორსულად და სულ მალე პატარა თევზუკებს გააჩენს თქო. არავინ არ მიჯერებდა, მოკლედ ნიცა ნერვიულობდა, ამბობდა, რომ მალე მოკვდება და საჭმლის ბრალია, ჩვენ ბევრს ვაჭმევთ და ასე შემდეგ. ყოველ დღე ნიცა ნერვიულობდა ამაზე, მე კი გული მიგრძნობდა, რომ თითქოს ორსულად იყო და ვიცოდი, რომ მალე პატარებს დაბადავდა. გუშინ შემთხვევით შევამჩნიეთ სულ პაწაწუნა თევზუკები. იყო 5, 4 შავი და 1 ყვითელი. ძალიან გაგვეხარდა, მოკლედ აღფრთოვანებულები ვიყავით, რომ პაწაწუნა თევზები გვყავს და როგორც ჩანს, მაღაზიაში შეეშალათ და 1 თევზი ყოფილა მდედრობითი სქესის და საღამოს დავიწყეთ თევზების მოძებნა. მოკლედ თევზები აღარ ჩანდნენ პაწაწუნები, ვიფიქრეთ, რომ დაიმალნენ და სძინავთ. მეორე დილით შევამჩნიე მხოლოდ 1 პატარა თევზუკა, რომელიც ასევე იმალებოდა, ხოლო დანარჩენები არ იყო. დავიწყე ინტერნეტში ძიება, თუ როგორ შეიძლება პაწაწუნა თევზებს ვაჭამო და სად შეიძლება რომ იმალებოდნენ. თურმე პატარები რომ იბადებიან, აუცილებელია რომ ეგრევე ამოიყვანოთ აკვარიუმიდან და ცალკე ჩადოთ, რადგან სხვა თევზები ჭამენ და თვითონ დედასაც შეუძლია რომ თავისივე პატარა შვილები შეჭამოს. ასე რომ როგორც მივხვდით, დანარჩენი 4 შეჭამეს საცუდავები და ეს 1 სასწრაფოდ ამოვიყვანე, გვერდზე ჩავდე და ამიტომ გადავწყვიტე მთლიანად აკვარიუმის გაწმენდვა, რადგან თან ვეძებდი პაწაწუნა თევზებს, მეთქი იქნებ სადმე დამალულები არიან და მოკლედ ძალიან კი შემეცოდნენ, მაგრამ ამიერიდან უკვე მეცოდინება. ასევე მინდა რომ უკან ფონი გავუკეთო, ამოვბეჭდე სურათები და გახსნის დროს, მაღლა თავსახურს რომ წევ, უკან ხანდახან წყალი წვეთავს და ვიფიქრე, რომ უბრალოდ ქაღალდი დასველდება და გაფუჭდება, ამიტომ ასეთ ფაილებში ჩავდე და ისე მივაკარი ორივე ერთად. ჩემი აზრით ულამაზესი გამოვიდა, გადავწყვიტეთ რომ დავამატოთ თევზები
დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად და აუცილებლად გაჩვენებთ თქვენს. ასეთი სილამაზე გამოვიდა. ჩემი თევზებიც აღფრთოვანებულები არიან და მოსწონთ როგორც ჩანს. როგორც ხედავთ, წყალი არის ოდნავ ბუნტი და მუქი, რადგან წამალი ჩავასხი და ეს წამალი გაწმენდავს რამოდენიმე საათში. ესეც პაწაწუნა, რაც მთავარია, პაწაწუნა გადარჩა, ამასაც ვუყრი ხოლმე საჭმელს და დიდი იმედი მაქვს, რომ გადარჩება. და აი, მეორე დღეს დავამატეთ რამოდენიმე თევზი, კიბორჩხალა და წყლის მცენარეები. წყლის მცენარეები აუცილებელია თურმე აკვარიუმისთვის, ამიტომ სხვადასხვა სახეობის წყლის მცენარეებიც დავამატეთ. აქ ხედავთ პატარა კიბორჩხალებს, რამოდენიმე კიბორჩხალა იმალება და ასევე გვყავს ულამაზესი ახალი თევზუკები. იქ ხედავთ ერთ თევზს, რომელიც გაჭედილია, თავს იკატუნებს, ასე წევს ხოლმე ხანსად და შემდეგ მერე ასე ცურავს. არ ვიცი რა სჭირს, ასე მგონია რომ მალე მოკვდება და ცოტა არ იყოს მეწოდება. ასევე პატარა თევზუკასაც ჩავუდე წყლის მცენარე ჰაერისთვის, რომ უფრო უკეთესად იყოს, რადგან შიგ პატარა თევზუკას არ აქვს ფილტრი და არ აქვს ჰაერი წყალში. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.